გამარჯობა. This is a trendy one, you know? სტეფანეს უკვე მოეწონა ესე მითხრა რომ ტრენდული გოგონა. მე ძალიან მომეწონა როგორც გამოიყურები. მეც მომწონს. მადლობა. თუ შეიძლება გითხარით რა ქვიათ? ლიზა კალანდაძე. რამდენი წლის ხარ ლიზა? 15 წლის ვარ. მართლა? კი. ანუ სკოლაში სწავლობ. შესაბამისად და სკოლის შემდეგ დრო რომ გრჩება, მე რას შვები ხოლმე? ძირითადად ფილმებს უყურებ, ძალიან მიყვარს. რა ფილმებს უყურებ? ეხლა დავიწყე ფსიქოლოგიური ფილმების ყურება, ცოტა დამაინტერესა. როგორი ტიპის ფსიქოლოგიური ფილმები მოგწონს? აი ნუ რა ვიცი, მაგალითად ფილმი პერსონა, ფართოდ დახუჭული თვალები ხო? ყოჩო. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ფსიქოლოგია და საერთოდ ვოცნებობდი რომ ყოფილიყავი ან გიჟი, ან ფსიქოლოგი, ან ფსიქიატრი. მსგავსი ვინმე და ნუ ალბათ აქედან ბავშვობიდანვე ცოტა ესეთი რაღაცები მაინტერესებს. ჩემთვის ფილმების ყურება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ვცდილობ რომ განსაკუთრებულად მომემზადო ხოლმე. Be seeing you. ნუ ეს დიდ კედელზე რომ ვუყურებ ფილმებს, უფრო მეხმარება. მიყვარს ძალიან მარტო ყურება ფილმების, იმიტომ რომ უფრო დაკვირვებულად ვუყურებ ყველაფერს და უფრო კარგად აღვიქვავ. All day through. X-Factor-ში მოვედი, იმიტომ რომ მინდა მივიღო გამოცდილება, დავწუნდე საკუთარ შესაძლებლობებში და ნუ მთავარია სცენაზე ჩემმა კომპლექსებმა თავი არიჩინონ. X-Factor-ი გააქვს ამ მთელი ფსიქოლოგიის ფონზე? მე მგონი, არ ვიცი. ნახოთ. დავიწყოთ. თავისი. Whatever you want, you're so very special. I wish I was special. I wish I was special. მადლობა. აი არ ვიცი ხა როგორც გინდათ ისე გამიგეთ, მაგრამ მე რომ პროდიუსერი ვიყო, ყველაში გამოგარჩევდი, აგიყვანდი და ძალიან მაგარ სტარს გაგხდიდი. Wow! ძალიან განსხვავებული გოგო ხარ, აი ყველასგან გამორჩეული. მადლობა. მე ძალიან მომეწონა. მადლობა.
აი ესეთი ლიზა კალანდაძე მოვიდა X Factor-ში. იცი რა, ჩემი შვილი მარიკო არის 15 წლის. და ეხლა რო ვაკეთებ შედარებას, აი აბსოლუტურად აი სადა დედამიწა არის. საერთოდ აი დიდია ხო ეს? დიდია ხო? თქვენი იმიჯი ის რა ფილმებსაც თქვენ უყურებთ, როგორც თქვენ მღერით და როგორც თქვენ აზროვნებთ, გაცილებით უსწრებს თქვენს ასაკს. ძალიან დიდი ხარ, ბავშვო. იმიტომ რომ საინტერესო ხართ, შემდგარი ხართ, ჩამოყალიბებული ხართ და მე მაქვს დაბეჭდილება ისეთი რომ თქვენ იცით რა გინდა. მადლობა. ლელა, სხვა თაობა მოვიდა, სხვა. ოჩა. ახლოს მოდი რა ვერ ხედავთ ესე კარგად. და თვალები ანათებს და მაინტერესებს. თვალები აქვს ძალიან ლამაზი ფერის. და მაგარი გოგო ხარ. და ეს ბრეკეტებიც კი არაჩვეულებრივია. ხშირად უნდა იცინო. სახასიათოა. არ ძალიან დაკომპლექსებული. რის გამო? რა ხარ? არა, ბრეკეტების გამო ვარო დაკომპლექსებული ნორმალური პირიქით. ხარ? გიხდება ძალიან. ძალიან გიხდება პირიქით, აი ძალიან უნდა გაიცინო ხოლმე რომ ხშირად გამოჩნდეს ეს. მიდი დაუბრუნდი შენ ადგილს ლიზი. ლიზა კალანდაძე. ესეც შენს სიყოჩაღაზე მიუთითებს რომ აი ეს კომპლექსები თურმე რომელიც გქონია და რომელიც ასე გულახდილად გაგვიფხილე შენს პლუსად აქცი. When you were here before. იმიტომ რომ ჩადეს სხვადასხვა შინაარსობრივად იმ სიმღერაში რომელიც ზუსტად ამის შესახებ არის, მაგრამ შენ პირიქით ეს ყველაფერი უნდა აქციო შენს დადებით მხარეს. პირიქით უნდა გვაჩვენო რომ შენ აი ასეთი ხარ და არ გწყვენია საკუთარი თავის როგორც სიმღერაში ამბობდი, შენ გინდა იყო განსაკუთრებული, ლიზა, შენ ხარ განსაკუთრებული. Yes! Yes! მადლობა. და მოდი მივიღოთ რა გადაწყვეტილება. თქმა უნდა, ხა ლიზას კი? მადლობა. კი. კი. კი ლიზა, ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით შემდეგ ტურში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა.